ისევ სანქციების თემით უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული გადაჯგუფებები საკუთარ ჭრილოვან ბიზნეს იმპერიაში ნამდვილად გააკეთა. ყოველ შემთხვევაში მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე თუ ვისაუბრებთ, რაც საქართველოში გულისხმობს კომპანიების დარეგისტრირებას, ეს ხილულად გამოჩნდა და ამ საკითხზე მინდა გავაგრძელოთ. მოდით ჯერ გაჩვენებთ, ანუ რაში მდგომარეობს, რა შეცვალა ბიძინა ივანიშვილმა თავის ბიზნეს იმპერიაში. საქმე იმაშია, რომ ოლიგარქი წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონება იქნებოდა თუ ბიზნესი, ის ფლობდა ოფშორების გავლით. ანუ მას ჯერ ოფშორულ იურისდიქციებში ჰქონდა დარეგისტრირებული კონკრეტული კომპანიები და ეს კომპანიები შემდეგ უკვე ფლობდნენ საქართველოში ამ აქტივებს იმისათვის, რომ გადასახადები უფრო ნაკლები გადაეხადათ და თქვათ ბენეფიციარი მესაკუთრე ნაკლებად ხელმისაწვდომი ყოფილიყო დაინტერესებული პირებისთვის. თუმცა ეს ვითარება იცვლება უკვე ამერიკის სანქციების შემდეგ და ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკამ დააწესა სანქციები, სულ რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილი და მისი შვილი საქართველოში არეგისტრირებენ ორ ახალ სააქციო საზოგადოებას. ეს არის ატუ ჰოლდინგი და ტერა და იწყებენ საქართველოში არსებული აქტივების, მათ შორის იქნება ეს შუშის სასახლე, მათი საცხოვრებელი რეზიდენციები თუ ბიზნეს ცენტრები, ამის გადაწერას და გადარეგისტრირებას უკვე ახლად დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებაზე და აი რამდენიმე დღის წინ უკვე 17 იანვარს ოჯახის კიდევ ერთი წევრი ეკატერინე ხვედელიძე კიდევ ერთ სააქციო საზოგადოებას ლუსოლს არეგისტრირებს, რომელიც ასევე სააქციო საზოგადოების ფორმით არის წარმოდგენილი და რომელზეც სავარაუდოდ გარკვეული აქტივების გადატანა კვლავაც მოხდება. აქ საინტერესოა ის, რომ სააქციო საზოგადოება რატომ არის შერჩეული, აქ მხოლოდ პირველ დონეზე, ანუ რეგისტრაციის მომენტში ჩანან ბენეფიციარი მესაკუთრეები, ხოლო ამის შემდეგ იქ რა მოხდება, რა აქტივების გადაწერა და გადატანა მოხდება, ეს უკვე აღარ ჩანს, მათ შორის ფლობელიც რომ შეიცვალოს, ეს უკვე აღარ იქნება ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. მაგრამ მაინც რისი მომცემი არის და რეალურად ნიშნავს თუ არა იმას, რომ ივანიშვილმა ნაწილობრივ მაინც თავი დააღწია საერთაშორისო სანქციებს. მოდით პრაქტიკოსი იურისტის გადასახედიდან შევაფასოთ ეს სქემა და გადაადგილება. მარინა გულედანი იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. საღამშვიდობისა, მარინა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და პასუხობთ კითხვებს ჩვენს კითხვებზე. მაინც რა მიზანს ემსახურება ეს სქემა? ნუ დიდი მიზანი გასაგებია, რომ სანქციებს რაც შეიძლება მეტად აუაროს გვერდი და ეს თქვათ ტკივილი შეამციროს ამ მიმართულებით, მაგრამ ემსახურება თუ ანუ პასუხობს თუ არა აი ამ გამოწვევას, რაც ივანიშვილს ჰქონდა დასმული და შეიძლება თუ არა აი ამ გადაჯგუფებით სანქციებისთვის თავის დაღწევა. მოგესალმებით მიშა, მადლობა მოწვევისთვის პირიქით. ნუ პირველ რიგში ხაზი გაუსვათ იმას, რომ ამერიკული სანქცია ეხებოდა ფიზიკურ პირს ბიძინა ივანიშვილს და არა მის კომპანიებს და ოჯახის წევრებს. შესაბამისად, ის რაც ახლა ხდება, არის გამოძახილი ამ ხასიათის, ამ სანქციის, ვინაიდან მას ჯერ კიდევ აქვს უნარი თუ იგივე ამერიკულ იურისდიქციაში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებშიც არის დალექილი აქტივები, რომ ის აქტივები გადმოიტანოს რომ არ მოხდეს სანქციათა რეჟიმის დარღვევა. ანუ ერთი ეს არის, იმიტომ რომ პირველი კომპანია, რომელიც დარეგისტრირდა 31 დეკემბერს დარეგისტრირდა და ეს იყო რამდენიმე დღეში ამერიკული სანქციის დაწესებიდან და შემდგომი ტალღა უკვე სავარაუდოდ არის მოსალოდნელი სანქციები ბრიტანეთის და მათ შორის ამერიკული სანქციების გამკაცრება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ალბათ ელოდება. ამიტომ ერთი შედეგი, რომელიც უკვე დადგა და ცხადია ზუსტად იმ ფაქტით და დასტურდება ასევე, რომ ხდება რეგისტრაცია ახალი კომპანიების, ეს არის იმ დისკომფორტის შექმნა. გარდა იმისა, რომ ზოგადად ბევრი პოზიცია სავარაუდოდ გაეყინებოდა იმ ტიპის პოზიციები, რომლებიც უფრო საერთაშორისო კანალებით და საბროკერო კომპანიებით სამანკო ანგარიშებზე აქვს განთავსებული იმ პოზიციებთან დაკავშირებით ცხადია შეეხებოდა, მაგრამ მე ასევე მგონია, რომ ეს ადამიანი ემზადებოდა დიდი ხნის განმავლობაში ამ სანქციებისთვის და გარკვეული აქტივები ისედაც გამოტანილი ექნებოდა ისეთი იურისდიქციებიდან, რომლებიც შეიძლება სანქციების რეჟიმში
სექტორში მოყვნენ. და დისკომფორტი, რომელიც მას შეექმნა, გულისხმობს არა მარტო ტექნიკურ დისკომფორტს, რომ აი ფიზიკურად მის სახელზე არ უნდა იყოს ამ ეტაპზე და მოგვიანებით უკვე კომპანიების სახელზეც. მას უწევს შეარჩიოს ფრთხილად ის ადამიანები და ის გარემოცვის ის წევრები, რომლებსაც ის ყველაზე მეტად ენდობა და ესწრება ბევრად უფრო ვიწროდება, ზუსტად იმიტომ, რომ მოსალოდნელი არის სანქციები და ასევე ვეთანხმებით თქვენს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ თავიდან სააქციო საზოგადოების დაფუძნების დროს და თან ეს არის დახურული ფორმის მას არ აქვს ვალდებულება, რომ ლიცენზირებული რეგისტრატორი ყავდეს და დირექტორს ან შიდა პირს ამ კომპანიის დაქირავებულს შეუძლია აწარმოოს რეესტრი აქციების. მეორე დღიდან თუ იმავე დღიდან შეუძლია ეს აქციები გადააფორმოს უკვე ვიღაცა მესამე პირზე, თუმცა ამას აუცილებლად ჭირდება ნოტარიზებული ნოტარიუსის დამოწმება, ანუ სანოტარო აქტით უნდა მოხდეს ესეთი ხელშეკრულებების გაფორმება, მაგრამ ესეც პრობლემას არ წარმოადგენს, ეყოლება დაახლოებული ნოტარიუსები. მე მგონია, რომ ასევე შეიძლება ემსახურებოდეს ეს დროებით პარკირება ამ აქტივების საქართველოში, თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ არასტაბილურობას, ალბათ ისიც ექნება გათვლილი, რომ აქედან თქვათ შემდეგ სხვა იურისდიქციაში აქტივებია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არავინ არ ვიცით, ხო, რა იქნება ხვალ, არავინ არ ვიცით პოლიტიკური ეს არასტაბილურობა რითი დასრულდება, ჩატარდება თუ არა ახალი არჩევნები, რამდენად თქვათ კიდევ უფრო მაღალ წნეხში მოახვედრებენ მას დამატებით სანქციებით, ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე უსაფრთხო მისთვის იქნებოდა იმ თავითვე ისეთი იურისდიქციაში გადატანა აქტივების, სადაც ზოგადად ეს სანქციები ნაკლებად შეეხება, ეს უკავშირდება დენომინაციასაც, ანუ რა ვალუტაში ექნება და რა ტიპის კანალები და რა ტიპის ბანკებით მოხდება მისი მომსახურება. საქართველოს შემთხვევაში, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში საქართველოს არის ნაწილი საერთაშორისო გადარიცხვების სისტემის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ფარცხალაძის შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს რა გადაწყვეტილებაც მიიღო ეროვნულმა ბანკმა. აი ამ შემთხვევაში, როდესაც თქვათ ასეთი აქტივებისთვის პარკინგის სივრცედ იყენებს ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას, ეს აყენებს თუ არა დარტყმის ქვეშ უკვე საქართველოს რეპუტაციასაც და გნებავთ საფინანსო სისტემასაც და ნიშნავს თუ არა, რომ ეს ის ამაზე არაერთხელ საუბრია. რეალობაში თავს უსაფრთხოთ ივანიშვილი, თუ კი თქვათ საქართველოს საფინანსო სისტემაც მის გამო აღმოჩნდება სანქციების ამის დაშლა. ჩემი აზრით, მანამ სანამ ივანიშვილი აკონტროლებს ამ იურისდიქციას და ამ კონტროლში მოიაზრება ხელისუფლების ყველა შტოს კონტროლი, მათ შორის ეროვნული ბანკის, სანამ ეს ადამიანი ძალაუფლებაში იქნება, მანამ მას არ ემუქრება, ხო, არაფერი, იმიტომ რომ შეუძლია კონკრეტულად ერთ ბანკში, რა თქმა უნდა, ეს არ არის TBC და საქართველოს ბანკი ვიცით, რომ დალისტულებიც არიან და ეს ბანკები მოერიდებიან მსგავსი ტიპის ტრანზაქციებს, მაგრამ მას პირად საკუთრებაში აქვს ბანკი, რომელიც მოემსახურება ისე, რომ სავარაუდოდ ეროვნული ბანკი, რომელიც ვიცით, დამოუკიდებელი არ არის, ხელს დააფარებს და გარკვეულ ტრანზაქციების განხორციელებაში მას ხელი არ შეეშლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკურად იქაც არ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სანქციას გვერდი აუაროს. მაგალითად, დოლარის ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდება ვიზა და მასტერკარდით, აი ამას ვერც ის ბანკი ვერ შეუსრულებს, იმიტომ რომ ის ბანკი ხო ჭირდება, რომ მოემსახუროს თვითონ მას, შესაბამისად მოფრთხილება იმასაც ჭირდება, უბრალოდ რა თქმა უნდა, როგორც ბენეფიციარი სხვა ნომინალური ფიგურების მეშვეობით, მეუღლის, შვილების, ოჯახის სხვა ახლობელი წევრების მეშვეობით მოახერხებს, რომ მომსახურება საბანკო მიიღოს. და ამ ნაწილშიც მე მგონია, რომ თუ ეჭვი ექნება, რომ ისი ოჯახის წევრებსაც გაწუდება და დაფარავს ეს სანქცია, უნდა შეცვალოს თქვათ ტაქტიკა, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, რომ ასევე იურისდიქციიდანაც მოგვიანებით გადაიტანოს, იმიტომ რომ ესეც არ არის ცხადი რა მოხდება მომავალში და ეს ახლა დროებითი შეიძლება იყოს, დიახ. აი ის რომ თქვათ ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესების შემდეგ ამგვარი მოძრაობები საქართველოს ნაწილში ჩვენ ვნახეთ, ნიშნავს რომ მას რაღაც სერიოზული დისკომფორტი შეექმნა. საინტერესო პრაქტიკული გამოხატულება რა არის? უკვე ამოქმედებული სანქციების, აი მაგალითად ივანიშვილი ის რაში შეიზღუდა ამ სანქციების ამოქმედებაში და მარტივი მაგალითები თუ შეგიძლიათ გითხრათ. მიშა, მე მგონია, რომ ვინაიდან ამერიკული სანქცია არის საკმაოდ დამზოგავი და მხოლოდ მას ეხება როგორც ფიზიკურ პირს, მთავარი შედეგი ამისი და პრაქტიკული გამოხატულება უფრო ეხება რეპუტაციას და ესე ვთქვათ დაკნინებას მისი ფიგურის, იმიტომ რომ ახლა ადამიანი თუ შედის ჩვეულებრივ ობიექტში, სასტუმროში, რესტორანში და თავისი ბარათით ვერ მოახდენს ანგარიშწორებას, ეს ახლა ყველას ესმის, რომ ეს არ არის ფინანსური სახსრების ნაკლებობის პრობლემა,
პრობლემა, ანუ არის სისტემა, რომ ადამიანი არის დასანქცირებული. ანუ იმთავითვე ეს პირველი რაუნდი ამერიკის სანქციის გულისხმობს მისი პიროვნების დაკნინებას და რეპუტაციის შელახვას, პირდაპირ კვალიფიცირებას როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებლის, ანუ უფრო ფსიქოლოგიური და პიროვნული არის, ვიდრე ისეთი დისკომფორტის შემქმნელი, რომელიც ახლა შეიძლება ვერ აიციულს. ცხადია ესე არ არის, ხო? ანუ მე მარტივად შეუძლია მეუღლის სახელზე ბარათი გახსნას იგივე ვიზა მასტერკარდი და იმითია, რომ ახლა არავინ არ შეხედავს სახელს და გვარს, ხო, იმ ბარათზე. აი, სუფთა პრაგმატული თვალსაჩინო რო გიპასუხოთ. ხო, ან ძალიან ბევრი ნასასწავლებიდან დაიდაშვილებდა თუ ბიძაშვილი. ყველაზე დამზოგავი ფორმა არის გამოყენებული ამ ეტაპზე ამერიკული სანქციის, მაგრამ ეფექტი ის არის. ეფექტი დიახ, ამისი ეფექტი ის არის, რომ დაშინებული იქნება სავარაუდოდ და ძალიან უნდა იფრთხილოს, თან იჩქაროს და ამ სიჩქარეში შეიძლება ვთქვათ სწორი ნაბიჯები არ გადადგას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე კონსულტაციებს უწევენ და შეიძენ და მომსახურებას, რომელიც დააგეგმინებდა ამ პროცესს. მაინც მას უწევს აი ამ დისკომფორტში დაგეგმვა და შერჩევა იმ პირთა წრის, რომელსაც ენდობა და რომელთა მეშვეობითაც მოუწევს ნავიგაცია აი ამ პროცესებში. ეს ცალსახა არის და ის ფაქტი, რომ ეს რამდენიმე კომპანია დაფუძნდა აი ამ ბოლო რაღაც 2-3 კვირაში, მიუთითებს იმაზე, რომ ნუ ფაქტია, რომ აქტივების გადმოტანას ესე ვთქვათ და პორტაციაზე მუშაობს. ეს შეიძლება ეხებოდეს მის ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებიც შეიძლება კომპანიების სახელზეა. კი, რა თქმა უნდა, თან არ დაგვაუწყდეს, რომ თვითონ კლასები აქტივების განსხვავდება და თითოეულ კლასს გააჩნია თავისი სპეციფიკა და სიმარტივე ან სირთულე გადმოტანის. ეხლა ის, რაც აქვს ფასიან ქაღალდებში დიდ ბაზრებზე, ის, რაც არის აქციებში, ეხლა იქ ძალიან რთული არის, რომ სანქციას გვერდი აუვარო, თუ ფიზიკურად მის სახელზეა და ნუ სავარაუდოდ კომპანიების მეშვეობით არის ეს გაკეთებული. მაგრამ რაც შეეხება ფერწერულ ნამუშევრებს და კრიპტოვალუტას მინდა ასევე ხაზი გაუსვა, მე ესე მიდგენია რომ ამ ადამიანს გარკვეული მოცულობის კრიპტოაქტივები აქვს დაგროვილი და იქ იმის და მიხედვით ეს კრიპტოაქტივები დახურულ თუ ღია სისტემებში არის განთავსებული და სადეპოზიტო მომსახურებას იღებს თუ არა, ამაზე არის დამოკიდებული, რამდენად ანონიმურად შეძლებს ისეთი იურისდიქციებში გადაკაჩვას ამ კრიპტოაქტივების, სადაც მას არ მოუწევს გამხელა თავისი იდენტობის და მოახერხებს, რომ ეს გატანა გააკეთოს სანქციების გვერდის ავლით. ანუ კრიპტოს ბოლო პერიოდში კრიპტოს მიმართ ინტერესი რომ გაუმზაფდა ბიზნესმენებს ნუ ესეც მაფიქრებინებს ეს გამწვავება აი ამ кейსის არის დამხობა რომ ბაჩეშვილის кейსის გამწვავებაზე ვსაუბრობდი ზუსტად. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის.